New Hospitals-ის რუბრიკით ვაგრძელებთ წინაგულთა ფიბრილაცია არის გულის რიტმის დარღვევის სახე, რომელსაც მარტივად მოციმციმე არითმიას უწოდებენ. მოციმციმე არითმია საფუძვლად უდევს გულის კუნთის შეცვლილი ელექტრული აქტივობა, რაც განაპირობებს გულის არარეგულარულ და არაკოორდინირებულ მუშაობას. შინაგულთა ფიბრილაციის დიაგნოსტიკა და მკურნალობა იქნება თემა, რომელსაც ვისაუბრებთ სტუდიაში შემოგვიერთდა კარდიოლოგი, კარდიოეკოსკოპისტი ნინო შატბერაშვილი. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და თქვენ აგვიხსენით უკვე უფრო კარგად რა არის წინაგულთა ფიბრილაცია და როგორ უნდა ამოიცნოს თუ შეგვიძლია თავად პაციენტმა ეს ამოიცნოს თუ დიაგნოზი უნდა დასვას იქ. მივესალმებით მაყურებელს. წინაგულთა ფიბრილაცია ეს არის გულის რიტმის დარღვევა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირ არითმიად ითვლება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში და რეალურად ის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ძირითადი ჩივილები, რაც პაციენტს შეიძლება ჰქონდეს, ეს არის გულის ფრიალის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, ადვილად დაღლა და ასევე მნიშვნელოვანია რომ საწყის სტადიაში, როდესაც თქვათ ხანმოკლე ეპიზოდები აქვს პაციენტს, ასე დროს შეიძლება აბსოლუტურად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და არ ქონდეს არანაირი ჩივილი პაციენტს. ან ჩვენ წარდგინაში როგორც ვთქვით, ეს რაღაცა მოციმციმე არითმია, ეს აბსოლუტურად იგივეა თუ შეიძლება? აბსოლუტურად ხო, რეალური დასახელება არის წინაგულთა ფიბრილაცია, რომელიც პაციენტებისთვის ცნობილია როგორც მოციმციმე არითმია, აბსოლუტურად ერთი. აქვს თუ არა ამ პრობლემას ასაკი, თუ ის ადრეულ ასაკში შეიძლება იყოს, რა არის მახასიათებელი, რადგან მეტნაკლებად მივხვდებით, რომ ეს სიმპტომატიკა ძალიან საყურადღებოა და გჭირდება ეგრეთ. ასაკი როგორც წესი, დაახლოებით 60-70 წლის ზევით როგორც წესი, 3-ჯერ 4-ჯერ უფრო მაღალია ამ არითმიის განვითარების რისკი, თუმცა ასევე ვიცით რომ არსებობს გარკვეული მაპროვოცირებელი ფაქტორები, რომელმაც შესაძლებელია რომ ახალგაზრდა ასაკშიც, თქვათ, პროვოცირება გაუკეთოს და რა არის ეს? რა არის ის რაც შეიძლება გახდეს მაპროვოცირებელი ფაქტორები? ეს შეიძლება იყოს თანხლები დაავადებები, როგორიც არის მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის იშემიური დაავადება, ანუ გულის კვებავის სიზარღვების შევიწროება, ასევე ჭარბწონიან პაციენტებში დადასტურებულად ვიცით რომ უფრო მაღალია არითმიის განვითარების რისკი, ვიდრე თქვათ იმ პაციენტებს, ვისაც არ აქვს აღნიშნული პრობლემები. შესაბამისად, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის შეზღუდვა, წონაში არ მომატება, ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც პაციენტმა უნდა დააკვირდოს. როგორ იწყება პრობლემა? არის ეს პირველი ნიშნები თუ მომენტალურად მძლავრად იწყება თუ შეიძლება რაღაცა პერიოდში იყოს მე გაქრეს, აი რა არის საყურადღებო, რაც შეიძლება პერიოდულად. თავდაპირველად ის ყოველთვის იწყება ხანმოკლე ეპიზოდებით, ჩუმ პერიოდს ვეძახით. როგორ გამოიყურება? იქ პრაქტიკაში ან უბრალოდ რაცა სისუსტეს გრძნობს თუ გულის აჩქარებას გულის არ აქვს შესაძლებელი არ ქონდეს არანაირი ჩივილი პაციენტს. ქონდეს ძალიან ხანმოკლე ეპიზოდები, რომელსაც ჩვენ დიაგნოსტიკური ტესტებით, თქვათ, აი პაციენტებისთანაც ვიცით რომ მაღალი აქვს, თქვათ, რისკი რომ ეს არითმია განვითარდეს, ასეთ პაციენტებში, თქვათ, უფრო სწრაფად ვატარებთ და უფრო ხშირი ინტერვალებით ვატარებთ დიაგნოსტიკურ ტესტებს, რომ გამოვრიცხოთ ან ვიპოვნოთ სწორედ აი ეს ჩუმად მიმდინარე მოციმციმე არითმია, რომ დავიცვათ პაციენტები რეალურად გართულებების. კი, და ამ დიაგნოსტიკურ ტესტებსაც უფრო ჩავუღრმავდეთ, რას მოიცავს დიაგნოსტიკა, როდის დგება და რა არის საჭირო იმისთვის, რომ დაისვას? საშიშად ხوار გამოიყურება ეს ყველა. თავისი გართულებები ზოგადად ახასიათებს არითმიას და რეალურად საშიში დიაგნოზი არის. არა, მეგონა სოფლის დიაგნოსტიკას, დიაგნოსტიკა. მე პირველად რაღაცეების დამაწევეს, ცოტა თავიდან შემიშნა, მაგრამ მე მივხვდი აბსოლუტურად უსაფრთხო. დიაგნოსტიკა აბსოლუტურად უსაფრთხო, აბსოლუტურად უმტკივნეულოა. ძირითადად ჩვენ ვიყენებთ ელექტროკარდიოგრამას, ეს არის კვლევა, რომელიც უყურებს გულის ელექტრულ სისტემას, ასევე ჰოლტერის მონიტორინგი ასე არის ცნობილი, რომელიც მინიმუმ 24 საათის განმავლობაში აკვირდება გულის ელექტრულ სისტემას. შესაძლებელია უფრო დიდი მოწყობილობით და ხდება ჩაწერა. ის ასეთ შემთხვევაში, თქვათ, იტვირთება და 24 საათის განმავლობაში შესაძლებელია უფრო დიდ ხანსაც, ამას ინდივიდუალურად ვწყვეტ თითოეულ პაციენტთან. გრძელდება ხოლმე ეს 24 საათიანი ჰოლტერი, ვაკვირდებით ხომ არ აქვს პაციენტს ჩუმად მიმდინარე, თქვათ, არითმიის ეპიზოდები. ასევე გულის ულტრასონოგრაფიას აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ეს გვანახებს ხომ არ არის რაიმე მაპროვოცირებელი ფაქტორი თვითონ რომელმაც შესაძლებელია არითმია გამოიწვიოს, ანუ გულის თქვათ სტრუქტურული დაზიანება ხომ არ გვაქვს და ასევე მნიშვნელოვანი არის ლაბორატორიული ტესტები, ანუ სისხლის ანალიზები, რომლიდანაც ჩვენ ასევე თქვათ ვეძებთ ხომ არ არის თქვათ რომელიმე კონკრეტული მიზეზი, რაც იწვევს არითმიას. მაგალითად ელექტროლიტური დისბალანსი, ანუ როგორც არის მაგალითად კალიუმის დეფიციტი, მაგნიუმის დეფიციტი,
ასევე შაქრიანი დიაბეტი თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები არის ხოლმე ხშირად ამის მიზეზი. თქვენ წეღან თქვით ხო, აი მაგას მინდა ჩამოღრმავდე, გართულებები გამოიწვიოს. არის ხოლმე ჩვენ სამწუხაროდ პაციენტებს გვჩვევია რაღაცების უგულებელ ყოფა და დაუშვათ გადადება. თითქოს არითმი არ არის ესეთი საშიში ტერმინი, მაგრამ სადამდე შეიძლება მივიდეს არითმის ყურადღება. გართულებები ზოგადად განსაკუთრებით მაღალია რისკი გართულებების იმ პაციენტებში, ვისაც სწორედ ეს თანხმლები დაავადებები აქვთ, მათთან უფრო იზრდება რისკი გართულებების. გართულებები შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი და ძირითადად ყველაზე ცუდი გართულება, რაც მას ახასიათებს, ეს არის იშემიური ინსულტი, ანუ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, რომელიც ვლინდება ისეთი ჩივილებით, როგორიც არის მეტყველების გაძნელება, ხელფეხში ძალის დაქვეითება, შეიძლება იყოს გონების კარგვა და ასევე იშემიური ტიპის ცვლილებები შეიძლება ეს სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა მიმდინარეობდეს სხვა ორგანოებში. ასევე გულის უკმარისობით მწვავდება ხშირად, რაც არის ხოლმე ხშირად ჰოსპიტალიზაციის მიზეზი, რეალურად ზრდის ინვალიდობის რისკს და პაციენტის ცხოვრების ხარისხი მკვეთრად უარესდება, როდესაც სანამ მკურნალობის მეთოდებზე გადავალთ, მე მინდა გითხოთ, რა შეიძლება ჩაითვალოს დაგვიანებად, ნინო, საინტერესო ეს არის, ან როდის შეიძლება და ამას შეიძლება ჩვენ ვერ გავსაზღვროთ საერთოდ, ამიტომ პირველივე ქმედება მნიშვნელოვანია. როგორც წესი პაციენტებს ეწყებათ ჩივილი, რაც აღნიშნეთ, როდესაც ასეთი ტიპის ჩივილები ეს უკვე აუცილებლად დაგვიანებულად არ ითვლება ასეთ შემთხვევაში დროულად უნდა მიმართოს. კი, რომ სწორედ ეს გართულებები არ გქონდეს პაციენტებთან, ანუ დროული მიმართვიანობა ექიმთან, დროული დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა, საწინდარია იმის, რომ არ გართულდეს და რეალურად თუ რისკ ჯგუფებში ვართ მით უმეტეს, მაგრამ თუ არ ვართ, მაინც ყურადღებით გვაქვს, რა თქმა უნდა, თუ არ ვართ რისკ ჯგუფში და ჩივილები აქვს პაციენტს, რა თქმა უნდა, დროულად უნდა მიმართოს. გადავიდეთ მკურნალობაზე, რა ეტაპებს და რა მიმართულებებს მოიცავს ამ პრობლემის მკურნალობა. მკურნალობა, ნიუ ჰოსპიტალში რეალურად გვაქვს როგორც კარდიოლოგიის, ასევე არითმოქირურგიის, არითმოლოგიის და კარდიოქირურგიის ცენტრი. რეალურად სთავაზობს მაღალ ტექნოლოგიურ როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე სამკურნალო საშუალებებს. ყოველთვის ვიწყებთ მედიკამენტური თერაპიით. მედიკამენტური თერაპია ინდივიდუალურად უნდა მოვარგოთ თითოეულ პაციენტს, რომ დავიცვათ გართულებებისგან და ასევე დიდი როლი აქვს ქირურგიულ მკურნალობას მოციმციმე არითმიის მართვაში. ჩვენ ვეძახით აბლაციას, კრიო ან რადიოსიხშირული აბლაცია, რომელიც ნიშნავს ანუ მოწვა ან მოყინვა იმ გზის, საიდანაც ხდება არითმია. და ალბათ ნინო ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ დროულ ჩარევას ის მნიშვნელობა აქვს, რომ უკიდურესი ზომები არ იყოს მისაღები, ხო? მკურნალობის კუთხით აი ადრეულ მიმართვიანობას რა შედეგები აქვს პაციენტს. თუმცა ესეც მინდა ვთქვა, რომ რაც უფრო დროულად მოხდება დიაგნოსტირება, იგივე ქირურგიულ მკურნალობას და იგივე მედიკამენტურ თერაპიას გაცილებით უფრო კარგი შედეგი აქვს, როდესაც უკვე თქვა თუ გვიან სტადიაზე მიდის პაციენტი, როდესაც თქვა გულის კამერები უკვე გადიდებულია, როდესაც უკვე საკლოვანი პრობლემაც გვაქვს, ანუ ან გვაქვს ისეთი გართულება, როგორიც არის უკვე იშემიური ინსულტი, ეს ითვლება უკვე დაგვიანებულ მდგომარეობად და ასეთ რა თქმა უნდა, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. კიდევ უნდა შევეხოთ ერთ მნიშვნელოვან თემას, როცა არის ასეთი ვთქვათ რითმთან პრობლემები გულის მუშაობის მიმართავენ ხოლმე რამდენად ხშირია თვითმკურნალობის მიერ გაფუჭებული შედეგები და გართულებული შედეგები და ამ კუთხით რა უნდა ვიცოდეთ, რომ აი რაღაცა გულის პრობლემაზე არ უნდა კიდევ ხაზგასმით ვთქვათ, რომ მეზობელი ვერაფერს გვირჩევს, ოჯახის წევრი ვერაფერს გვირჩევს, ინდივიდუალურად ჩვენზე მორგებული მკურნალობას აზრებს რა ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეს ზოგადად პრობლემა არის სამწუხაროდ საქართველოში, როდესაც თვითმკურნალობას ეწევიან პაციენტები, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაუმართლებელია და სპეციალისტთან დროული კონსულტაცია ისევ და ისევ ვიტყვი არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ავირიდოთ ერთ რამეს დავაზრდებ კიდევ ხომ არ იცნობ და ალბათ იცნობთ ხა თქვენ რადგან ამ პროფესიის წარმომადგენელი ხართ ყოველდღიურად ხელით ეხებით პირდაპირ ამ პრაქტიკას, ხო? სტატისტიკა როგორი გვაქვს, იმიტომ რომ თანამედროვეობაში ვერ გამოვირჩევით, არა მარტო ჩვენ, ჩვენს ქვეყანას თავისი გაჭირვებია კიდე და თავისი გარემო ფაქტორები, ბევრი მახასიათებელი, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოს ზოგადად ეს პრობლემა გვიდგას ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის. ამიტომ სტატისტიკა საინტერესო, ასაკები ხო არ იცვლება, მომართვიანობა ხო არ მატულობს, აი როგორია სტატისტიკა? სტატისტიკა სამწუხაროდ მზარდია, ჩვენ ვიცით რომ დღესდღეობით მთელი მსოფლიოს სტატისტიკას რომ შევხედოთ, ყოველ მეხუთე ადამიანს ემართება ეს არითმია. შესაბამისად სტატისტიკა არ არის კარგი და საომალოდ ფიქრობენ
რომ რეალურად ეს ციფრი კიდევ უფრო პროგრესირებადი გახდება. რა თქმა უნდა, ამის სათავე არის ის, რომ არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ვთქვათ, ჭარბიწონა, თანხლები დაავადებების, ვთქვათ, არასწორი მართვა და ესე ვთქვათ, დაგვიანებული მკურნალობა, იგივე არასწორად ნამკურნალები, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, თუ აი მსგავსი საკითხების არადაგვიანებული მართვა, რა თქმა უნდა, ზრდის ზოგადად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გულს ეხება. სოფლიოში. ამ ჯანსაღ ცხოვრებაზეც როცა ვლაპარაკობთ, ალბათ რეკომენდაციებისკენაც რო წავიდეთ. ერთად რომ მოვუყაროთ ყველაფერს, თავი რა იგულისხმება თქვენი თვალსაჩინიდან დღეს ჯანსაღ ცხოვრებად, რა თქმა უნდა, იდეალიზმთან მიახლოება ცოტა რთულია, მაგრამ ჩვენს პრაქტიკაში ყველაზე ყურადსაღები ნაწილი კარდიოლოგიას როცა ეხება, ეს არის ალბათ თამბაქო, ალკოჰოლი, თუ კვებაც იმდენად მნიშვნელოვანია. თამბაქო ცალსახად, ალკოჰოლის შეზღუდვა მინიმალურამდე დაყვანა რამდენად, იმიტომ რომ სახეობის მიუხედავად, ალკოჰოლის შეზღუდვა, წონაში არ მომატება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, აი ეს არის ძირითადი სხვა პრობლემების ამ პრობლემების პრევენციაც რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. ნაკლებ პაციენტს ვისურვებდი ჩვენს ქვეყანაში და რაღაცა უკეთესობისკენ შეცვლილი იყოს ჩვენი სტატისტიკა. ძალიან დიდი მადლობა. ნინოსა დავამშვიდობთ მაყურებელსაც.